სალამი მეგობრებო, ვიწყებთ Sales Grill podcast-ს მე და ირაკლი. ამ პოდკასტში მოვამზადებთ ხოლმე ბურგერებს, სტეიკებს, კიდევ სხვადასხვა რაღაცებს და გვეყოლება სტუმრები. და იდეა ამისი არის ის, რომ გვინდა რომ ესეთ გარემოში საჭმლის მომზადების პარალელურად ვილაპარაკოთ ხოლმე აქტუალურ თემებზე, მაგალითად გაყიდვებზე, რაც არის ჩემი და ირაკლის პროფესია და კიდე იმ თემებზე რა მიმართულებითაც გვეყოლება სტუმრები. და დღეს ჩვენი სტუმრები არიან ირინა და ნინუნა. ესე იგი, უცნაური სტუმრები ყავს, იმიტომ რომ ნინუნა არის მარკეტინგის სპეციალისტი და ირინა არის NLP-ის სპეციალისტი. შენ გაინტერესებდა რა არის NLP ზოგადად? კი, ზუსტად. ოკეი, ხო და ეხლა მოვა ირინა და აგიხსნის. აბა ირინა. ირინა. მოდი. აი ირინა. Hello. სალამი. გამარჯობა. კაი, მეგობრებო, მოკლედ, დღეს რას ვაკეთებთ? ვაკეთებთ ბურგერს. ვეჯიბრებთ ერთმანეთს, ვის უფრო კაი ბურგერი გამოვა. მე გვეყოლება, ხო, რა თქმა უნდა. სხვა რაგზე. მე გვეყოლება ხალხი ვინ შემოვა და გასინჯავს ამბურგერს და შეაფასებს, ვისი აჯობებს, ოკეი? და თან გვექნება რაღაც კითხვები ალბათ. თან გვექნება პროცესში რაღაც კითხვები და თან ვისაუბრებთ ჩვენ პროფესიაზე, ძირითადად გაყიდვებზე. რა პროფესიის ხართ? გაყიდვები. ოკეი. ჩვენ უფრო გაყიდვები გვაინტერესებს. და პარალელურად NLP-საც შევეხებით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემაა და მოკლედ მივყვეთ პროცესს. კაი, სადამ დავიწყებთ რაღაცებს ირინა, რა არის NLP? მეც არ ვიცი და კიდევ ვიღაცებს არ იცოდი. ნეიროლინგვისტური პროგრამირება. უფრო ალკ ადამიანები. არა, თითო სიტყვა გეუბნება. ნახე, ეს არის პრაქტიკული ფსიქოლოგიის ყველაზე მუშა მოდალობა, რომელიც მუშაობს ადამიანის, აი ინგლისურად რომ mindset-ია და ქართულად ტვინწყობას ვეძახით, მაგის შეცვლაზე მუშაობს. ოკეი. და მთავარი სამუშაო, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში იარაღი არის ლინგვისტური სტრატეგიები, ლინგვისტური ჰიპნოზი, სხვადასხვა ტექნიკები და ასე შემდეგ. აი, კითხვა რა მაქვს. ბურგერი შეგვიძლია დავაჰიპნოზოთ. გაკეთებაში როგორ დაგეხმარება შენი პროფესია? ბურგერის ჩვენ გაკეთებაში გეტყვით გაყიდვები როგორ გვეხმარება ზოგადად ყველაფერს. სანდრო ბურგერის გაკეთებაში ირაკლი გეტყვის. ოკეი, შენ რა შეგეხმარება? ნეიროლინგვისტური პროგრამირება, არაფერში, მან გემოთ მოყვარეობა მეხმარება. შენ მეორე პროფესია, ხო? ოკეი. შენ ხარ მარკეტერი. ოკეი. და შენ პროფესიაზე პრინციპში ყველაფერი იცის. ოკეი. ეგრე გონია ყველას. რა მაინტერესებს? ანუ ეს რაღაც გამიგია, რომ მოკლედ კარგი მარკეტერი თუ ხარო, ზიმბაბვეში ფოთოლიც უნდა გაყიდაო. ხო და ზოგადად როგორ არის? ანუ მარკეტერები არიან რაღაც ვიწრო სპეციალობის მარკეტერები, მაგალითად SaaS ბიზნესის, რიტეილის მარკეტერები თუ მარკეტერია? მარკეტერი ალბათ მარკეტერი არ არის. ხო. და ყველა დარგს რაღაც თავის სპეციფიკა მაქვს. მე ხა SaaS-ის მიმართულებით ვარ და ძალიან განსხვავდება SaaS მარკეტინგი, თუნდაც არ ვიცი, Coca-Cola-ის მარკეტინგისგან. თითქმის შეიძლება ითქვას, რომ სხვა დარგია. თუმცა რაღაც პრინციპები, რა თქმა უნდა, საერთო აქვს, რომელიც არის რაღაცა მოთხოვნის შექმნა, ასე ვთქვათ, შემოკლება იმ გზის, რაც უნდა გაიაროს მომხმარებელმა, რომ პროდუქტამდე მივიდეს, ამ სურვილის აღზრა, ასე შემდეგ, ეგ რა თქმა უნდა, რაღაც ფუნდამენტი არის, მაგრამ ძალიან გასხვავებული. ოკეი, გავიგე. ოკეი, მე გთავაზობთ ახლა რომ თან ცეცხლი გვინთია და ნელა დავიწყოთ რაღაცების მომზადება. ოკეი, კაი. როგორ ბურგერს ამზადებთ? ანუ რამე თუ არ მე მგონი რაღაცა გზაში მივხვდებით. იცი რა არის? პირველად ვაკეთებ მე შენ მეორედ, მაგრამ მე ვიქნები შენი ასისტენტ დამხმარე. რადგან პირველად აკეთებ სცენას. მეგონი მოვიდა. სანამ დავიწყებთ, გეტყვით, რომ დღეს ვიმყოფებით ლოსთათში. ლოსთათი არის ძალიან მაგარი ადგილი, თბილისთან ახლოს, რამდენიმე გზა მოდის, მოკლედ ჩვენ თაწმინდიდან ამოვედით. ვანახებთ ხედებს ლინკს ხო ხედებს გამოვაჩენთ კადრში და ლინკსაც ჩავაგდებთ ასე ვთქვათ ამ ადგილისას. და ჩვენი სპონსორია Signify, ელექტრონული ხელმოწერების პლატფორმა, რომელიც გვეხმარება მოკლედ ყველა იმ ინიციატივაში, რომელიც მე და ირაკლის თავში აზრად მოგვდის ხოლმე და მადლობა Signify-ს. ოკეი. კარგი, დავიწყოთ. ოკეი? ის სიმპათიური ბიჭი ვინ არის? ის არის ის სიმპათიური ბიჭი არის ნიკუშა, რომელიც შიგადაში რაღაცებში დაგვეხმარება ხოლმე. ოკეი. რაღაც გაიძვერებებს შემოგვიგდებს. ოკეი. დავიწყოთ. მე ვიყავ. რას ვაკეთებთ? თან. ეს ხორი შევნია. მოდი ჯერ სოუსით დავიწყოთ. მე გიყურებ და მე გავამზადოთ. ოკეი. მე ჩაგანაცვლო. სოუსი. მე ვიმუშაო. აი. ირინა, შენთან მაქვს ესეთი კითხვა. როგორი? ფეხბურთი გიყვარს? არ ვგიჟდები. არ გიჟდებ, მაგრამ იცი ერკვევი. ვერ ყვევი. ნუ 11 ხო თამაშობს. 11 ესე იგი ვერ ყვევი. ჯერჯერობით.
აი, წარმოიდგინე ეს რაღაცა, რომ მარკეტერი, გაყიდვების სპეციალისტი და NLP-ის სპეციალისტი არიან ფეხბურთელები. შენი აზრით რა პოზიციაზე ითამაშებდნენ თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე? თავდამსხმელი იქნებოდა გაყიდვები. ოკეი. ესე იგი, ნახევარმცველი იქნებოდა. თავდასხმელი გაყიდვებიო? ხო. თავს ესხმით, აბარაშვილი. არა. ნუ ეხა მან სხვადასხვა იმითი ტაქტიკით ესხმით თავს, მაგრამ ხო ესხმით. ესე იგი, ბოდიში. ვინ პოზიცია ვთქვით? ნახევარმცველი, ხო? ნახევარმცველი, შენ ეს აძლევთ, ხო? მარკეტერი იქნებოდა, მწვრთნელი. ოკეი. არა. პატივია, მაგრამ ხო, რაღაცა მე მგონია რომ აი სეილებს ვინც ასე ვთქვათ, საგოლე იმას უქმნის, პას ვინც აძლევს. აუ, ის როგორ ამბობს ჯორჯი, რაღაცა პასიო თუ რაღაცა ჩაწოდებაო თუ. ბომბარდიერიო თუ? აი, ეგ იქნებოდა. არა, გაყიდვები გამოგვივიდა ბოლოს. არა, ესე იგი ჩვენ ვამბობთ, რომ გაყიდვები იქნებოდა ალბათ ცენტრალური ფორვარდი, მარკეტერი იქნებოდა კვარაცხელია. რა პოზიციას არის ეგ? ხო. ვინგერი? ხო, არა? ანუ საგოლე ხო. მე გაწვდით ბურთს. ხო. და მე თქვი რა სიზავთ? ოკეი. არა, ოღონდ ბურთიც კაი უნდა იყოს ხა ეგ. ბურთი იქნებოდა NLP. ოკეი. აი, ისა რა ქვია? აი, იდეაში ძალიან კარგად ჩანს, მაგრამ ბავშვი რამდენად მნიშვნელოვანია გაყიდვების სპეციალისტისთვის კარგი მარკეტერის საპორტი. ანუ შენ როგორი მაგარი ცენტრალური ფორვარდიც არ უნდა იყო. ხო. თუ ვიღაცამ მეკარესთან ერთ-ერთზე არ გაგიყვანა, გოლებს გაიტან ხოლმე, მაგრამ ძალიან იწვალეთ რა. ანუ შეიძლება ჰალანდი იყო, მაგრამ დებროინი თუ არ ყავს აზრი არა. მე ძალიან გავართულე, ხო? ხო. და ნეიროლინგვისტური პროგრამირება რა შვაშია მანდ? ეგ მაინტერესებს ხო? ანუ ეგ რა როლში იქნებოდა შენ ეს? სხვათა შორის მე რამდენჯერაც გაყიდვების ჯგუფთან მიმუშავია, ძირითადად იყო sales script-ების გაკეთება, იმიტომ რომ ნეიროლინგვისტური პროგრამირება ხო ამ ლინგვისტურ სტრატეგიებთან მუშაობს და sales script-ების გაკეთება და მეტყველების ნაწილში მომზადება, რომელიც მოიცავს მაგალითად ძირითად მესიჯებს, ტაქტიკებს, ეს ძირითადი მესიჯები, როგორ უთხრათ, ან პირდაპირ, ან არაპირდაპირ გზით, შთაგონების ტექნიკები, როგორ გამოვიყენოთ, ემოციები, როგორ ამოვიცნოთ, მართოდ მოვამზადოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მე ყოველთვის ვეძახი ხოლმე, რომ ეს უფრო რუხი კარდინალის პროფესია, რომელიც უკანა ფონზე მუშაობს, ზურგს უმაგრებს, უკანა ფონზე მუშაობს, მაგრამ ძალიან აძლიერებს. ასევე მიმუშავია მაგალითად თავდაჯერებულობის ნაწილზე, ხო, sales ხო ჭირდება, რომ თავდაჯერებული იყოს, ხო? აი, ტექნიკები არსებობს, როგორ ავიმაღლოთ ეს თავდაჯერებულობა. ნინ, საკმარისად ის არის? წვრილია თუ კიდევ? აი, თითქმის соуსის ნაწილი უნდა იყოს. ოკეი. შეგიძლია მანამდე მან ბევრი კითხვა გამიჩნდა. ის რა მაინტერესებს? მოკლედ, ჩვენ რო გააწყობლებას ხვებულობთ ზოგადად რა. ხო. რაღაცა мотиваციები ხო დგას ჩვენს უკან, რაც გვეხმარება ამ გააწყობლების მიღებაში. კი. და ერთი და იგივე ნივთის შეძენის დროს სხვა ადამიანს სხვა мотиваციებია. აბსოლუტურად სხვადასხვა мотиваციებია. აი მაგალითად ყიდულობ მანქანას. ხო. აი შენ მანქანა რო იყიდე ბოლოს შეგვიძლია გამიზიარო რა мотиваციით იყიდე? ძალიან სასაცილო ამბავი იყო ეგ, იმიტომ რომ მე სულ მიყვარდა მანქანით სეირნობა და მას სეირნებდა მეგობარი. მეგობარს წაართვეს მართვის მოწმობა და დავრჩი მარტო. და ნუ გადავწყვიტე რომ მე თვითონ უნდა მესეირნა, იმიტომ რომ აღარავინ აღარ მასეირნებდა და წავედი და ვიყიდე მანქანა. გავიგე. мотиваცია, ამბავი გავიგე როგორც мотиваცია, მაგრამ სიამოვნება გართობა, ხო. ოკეი, გავიგე. გავიგე, გართობა სიამოვნება. გართობა სიამოვნება. შენ რა мотиваციით იყიდე? მე მანქანა. რა ვიცი, რაღაც. ოკეი, კომფორტი. კომფორტი და ალბათ უსაფრთხოება შეიძლება. უსაფრთხოება. ხო. ანუ უფრო ძველი მოდელი ვიყიდე, მარტო იმ განსხვავებით, რომ 4-ვე წამყვანი თვალი ექნებოდა. ანუ უფრო ახალი მომივიდოდა მანქანა ზუსტად იგივე მოდელში. მაგრამ მარტო წინა ორი ექნებოდა. ოკეი, გავიგე. ხო, ეგრე ვარჩიე, რომ მინდა რომ რაღაც მყარად უკვე მანქანა. სანდრო, პირველი მანქანა მაინც ჯიპი იყო და რაღაცა ცოტა. აი, მოდი. რას იკვლევ? აი, ჩამოგითვლი რა мотиваციებით შეიძლება იყოს ადამიანო მანქანა. და თუ რამე გამორჩება დავამბეთ. ანუ ვიღაცა
სულ არჩევს შეიძლება შეარჩიოს იმ კრიტერიუმით, რომ ეკომეგობრული იყოს. აჰა. ოკეი. მაგრამ მე მგონი ცოტაა. სამწუხაროდ. ძალიან ცოტაა, ხო. მერე სტატუსის გამო, ანუ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი მანქანა, სადაც გამოჩნდები უფრო კაი ტიპი. აჰა. ოკეი. შემდეგ უფრო ძვირი მიჯდება დღეს ტაქსით გადაადგილება და ფულს დავზოგავ, მოკლედ მანქანა თუ მეყოლება. კიდე რა შეიძლება იყოს? უსაფრთხოება. ანუ ჩემი ოჯახი მინდა რომ უსაფრთხოდ გადავაადგილო ხოლმე. ოკეი. ეგ არის ალბათ სიყვარული, ანუ შენი ოჯახის მიმართ რაც კომფორტულად ჩემი შვილი მინდა ბაღში მანქანით მივიყვანო ხოლმე და ასე შემდეგ. ოკეი. კიდე რა შეიძლება იყოს? შერითი დაყავს გვერდით კორპუსში. ფეხით. კიდე რა შეიძლება იყოს? მოკლედ, ანუ რაღაცები ჩამოთვალეთ, ამის გარდა კიდე რაღაცებია და პრობლემა რა სად არის ხომ იცი გაყიდვებში, რომ ჩვენ როგორც წესი გაყიდვების სპეციალისტებს გვაქვს ხომ ერთი ფიჩი. ჩვენ ინტუიციურად ვიცით, რომ 80% სტატუსის გამო ყიდულობს მაგალითად 70% და ყველას ვეუბნებით, რომ ამას თუ იყიდი, მოკლედ რა, ეს პირდაპირ არ ვეუბნებით ალბათ, მაგრამ ვეუბნებით რა შინაარსობ. ამას თუ იყიდი, ძალიან ესეთი გამოჩნდება რა. ეს ერთი სადაც ხშირად გვეშლება ხოლმე. მეორე ამბავი, რაც ძალიან ხშირად გვავიწყდება ხოლმე, არის ამბავი, რომ როცა ყიდულობ რაიმე პროდუქტს, ამ პროდუქტთან ერთად ყიდულობ პრობლემებსაც. აი მანქანის ყიდვის დროს რა პრობლემებს ყიდულობთ თქვენი აზრით? ზეთია ხო უკეთესად სხვათა შორის კაი რაღაცა გამახსენდა და მაგას მიუბრუნდები. მაგრამ მანქანის ყიდვისას პრობლემებს ყიდულობთ, როგორიც არის საბურავები, გაუმართავება, ეს ხელოსნები ხო უცნაურად საურთიერთობო ხალხი. განსაკუთრებით ქალებს როცა ხედავენ საჭეს და მან ეცვლებათ. შეგიწევს შენი საპარკინგი ადგილის დაცვა მაგალითად, რომ აქ დააყენოთ წერილობის. ოკეი, გავიგე. ხო. დაზღვევა. კაია? მეინტენენსი. პარკინგის ადგილის პრობლემა. ოკეი. ხო და მე რაზე ვფიქრობდი, იცი რომ მოკლედ ან როცა გადაწყვეტილებას ვიღებთ რა, ჩათვალე რომ სასწორზე დევს ერთ მხარეს ის სიკეთეები, რასაც ვხებულობთ იმ პროდუქტისგან და მეორე მხარეს დევს პრობლემები, რასაც ვყიდულობთ. კი. და მაგაზე არ ვფიქრობთ. ოკეი. მაგაზე არ ვფიქრობ. ანუ სეილს შეხვედრამდე მაგით უნდა დავსვათ კითხვები ალბათ მაგით მიდიხარ. ხო, ბევრი კითხვა. ხო. რომ შესაბამის pain points მოარტყა. აი მაგის თქვა მინდოდა ზუსტად. მაგაზე გითხარი, რომ კაი რაღაც გამახსენდა და ვიტყვით ხო. ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში ვასწავლით ეს კითხვები სწორად როგორ დავსვათ. იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც გიყვება რა უნდა, ხო, ლაპარაკობს ზედაპირული სტრუქტურიდან, მას ექვია ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში და ჩვენ უნდა ვიკვლიოთ სიღრმისეულ სტრუქტურაში, ანუ მაგისის мотиваციის საფუძველი რა არის და მან არსებობს სპეციალური ტექნიკა, როგორ უსმინო, როგორ ამოიცნო ეხა ზედაპირულ სტრუქტურაში რა არ ამოიტანა და რა წაშალა, ის რაც სინამდვილეში უნდა და იმის მიხედვით როგორ დასვა კითხვები. ძალიან საინტერესო. მომიხიეთ რა ერთ სალფეთ. ივოლი საპესტო ხახვებს ხახვებს გრილავს? მაგიტო იყიდეთ? მაგიტო იყიდეს ბევრი. აი, ირაკლი. ოკეი. მეგონი შეფერილობისთვის მაინც ვქნათ ეს. სულ ერთი წვეთი. პაპრიკა ვქენი? პაპრიკა ვქენი. ოკეი. სხვათა შორის იდეა მაქვს რომ ცოტათი ნიორი ვქნათ. ოკეი. ოკეი. უფრო თხლად. ოკეი. მირაკ მოგება მინდა. მეგონი სულ ერთი წვეთი და ეყოფა. ესე? კაი, მე ხა დავჭრე კიდე სხვა რაღაცებს, ხო, რაც გამოგვადგება. პომიდორს ხო ვუშვებით და სალათებს გავამზადებ. ესე ძალიან რომ გინდათ, მოგება. აი, სეილმე კითხვა მაქვს, სეილების мотиваცია რა არის ხოლმე? რატომ იდის ადამიანის სეილში? ქართულ რეალობაში გაინტერესებს ის? ქართულ რეალობაში, იმიტომ რომ მე მგონია რომ ქართულ რეალობაში კარგი სეილი ცოტა ყავს. რატომ იდის სეილში, მოკლედ სტანდარტული ისტორია არის ხოლმე ესეთი, რომ პირველ სამსახურს როცა იწყებენ, ყველაზე მეტი ვაკანსია არის გაყიდვებში და ხვდებიან გაყიდვებში როგორც წესი. იშვიათია შემთხვევა, როცა ვიღაცას განსაკუთრებით მოუნდეს გაყიდვებში მისვლა.
ბევრისთვის ინსპირაცია ალბათ იყო Wall Street-ის მგელი. ჩემი აზრით. მე ვიყავი მაგ ივენტზე მე მგონი. ფილარმონიაში კი. ხო, აი ზოგადად ანუ გაყიდვების სპეციალისტი კაი ტიპად ესე არ ითვლება. ანუ გაყიდვებში ვარ და კაი ანუ რაღაც ეგ თემა არ არის რა საქართველოში. ხო. მე მგონი ძალიან კაი იდეა იყო მაგ ის მოხალხე. დიდია ხო მაგიტომ ასქენ. ჩემ შემთხვევაში мотиваცია იყო ის რომ უბრალოდ მოვხვდი მაგ პროფესიაში და დავინახე რომ კარგად გამომდიოდა საკუთარი თავის რეალიზაცია ასე ვთქვათ მაგ ამბავში. და მე მოგვიანებით მივხვდი რომ ჩემი პროფესია იყო. მოგვიანებით რამდენ ხანში? ძალიან საინტერესო იყო. ანუ მოკლედ გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე მოვხვდი შემთხვევით. ნაცნობით არა ოღონდ. გასაუბრება გაიარე და Amazon-ზე ვყიდიდი ხოლმე რაღაც პროდუქტებს და CV-ში მეწერა რომ Amazon-ის სელერი ვიყავი. ამ ხალხმა ჩათვალა რომ Amazon-ის სელერი რაღაც ცოტა ისე აღიქოს რა არა და ყველას შეუძლია Amazon-ზე დადროქოს რაღაც და გაყიდოს. მე გავიგე ეგ მოგვიანებით რომ მაგის გამო ამიყვანეს და რატო გავიგე იცი მე დირექტორმა მთხოვა რომ Amazon-დან რაღაც გამომაწერინეო და მე კი ვყიდდი ხოლმე მაგრამ გამოწერა ცოტა ავიცოდი რა. ირაკლი შენი პროფესიის არჩევა როგორ მოხდა? ხო. არც არავინ არ გაგიჟე. ჩემი აზრით არ ვიცი ამდენად მართალი ვარ, მაგრამ გაყიდვები არის კორპორატიულ სამყაროში ყველაზე ნაკლებად კორპორატიული პროფესია რა. ანუ? რაც აი როცა კორპორატიულ სამყაროში ყველაზე შედარებით მეტი freedom გაქვს, რა ვიცი, არჩევანში, ყოველდღიურ რუტინა ნაკლებად არის რა, უფრო ბევრი opportunity გაქვს რომ სხვადასხვანაირად წარმართო შენი ყოველდღიური სამუშაო დღე. და ეგ იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც რომ მეც მოხვდი თავიდან, რა დასამალია, არ მქონდა ჩაფიქრებული რომ salesman-ი გავხდებოდი, მაგრამ რომ მოხვდი, მე მომეწონა და მაგიტომაც დავრჩი. ეგ არის ჩემი მიზეზი და ჩემი ისტორია, ორ წინადადებაში. და შენ გირჩევნია ჩვენი ტარხუნისის გასინჯო. სადამ ნინ, ეს არის მოხალული ნუში, თუ გვინდა соуში შეგვიძლია ცოტათი შევუზავოთ. ვარგადავ, ძალიან მაგარია. შენც მოგვიყევი NLP-ში როგორ მოხდა? რა, NLP-ში? ეს დიდი ამბავია. ოკეი. დრო გვაქვს, ხო? როგორ და პირველად მახსოვს დაახლოებით 25-26 წლის ვიყავი, როდესაც გავიგე ნეიროლინგვისტური პროგრამირება, თვითონ სიტყვა გავიგე და ეგ რა არის თქო, ვკითხე ერთ ადამიანს, ვინც ვიცოდი, რომ შეიძლება და სწოდნოდა. და აეხსნა ჩემთვის და შენ მაგას ვერ გაიგებ მითხრა და თავიდან მოკლედ მომიშორა. შენ მაგას ვერ გაიგებ და ანავე თავიო. მერე რა თქმა უნდა, ხო იცი ეგეც სეილებში ერთ-ერთი სტრატეგია არის, არა მარტო სეილებში, თუ გინდა რომ ადამიანი დააინტერესო, ადამიანები ხო წინააღმდეგობრივი ტიპაჟები ვართ, მე შეიძლება გითხრა რომ აი კაი მანქანაა, მაგრამ არა, საშენო არ არის და შენ არ ხარ მზად მაგას. ხო, ანდა ეგრევე ინტერესი მოდის რომ ანუ როგორ საჩემოა და იწყებ რაღაცების გამოკვლევას და რაც მეც მასე დავიწყე მოკლედ რაღაცების გამოკვლევა. ვეძიე, წავედი ტრენინგებზე, ვიკითხე წიგნები, მე ისე მოხდა რომ იმპერიის სხვა ქვეყანაში გადავედი საცხოვრებლად, რამდენიმე წლით არ ვცხოვრობდი საქართველოში. მერე დავბრუნდი და მერე მივხვდი რომ ეს ისეთი მაგარი რაღაცაა რომ ვინც მეთოდი შექმნა ორი ადამიანია რიჩარდ ბენდლერი და ჯონ გრინდერი ორივე ცოცხალი ორივე ტრენინგებს ატარებენ რომ მე ამ ხალხთან უნდა წავიდე და ტრენინგზე დავესწრო და გავიცნო და ჩავეხუტო მოკლედ და საკმაოდ ძვირი ღირდა ეს ტრენინგები და მქონდა ძალიან ესეთი პატარა სადღაც არის 30 კვადრატული საცხოვრებელი ფართი პატარა ბინა მოკლედ და და ეს ბინა გავყიდე. და წავედი. 2 თუ 3 წელი, მე მგონი 3 წელი ზედიზედ დავდიოდი ლონდონში. ხო, რიჩარდ ბენდლერის ტრენინგებზე და მის ხელმოწერით წიგნები მაქვს და სულ ვამაყობ ხოლმე რომ აი მე რიჩარდის მოსწავლე. რიჩარდ ბენდლერმა თქვა ესეთი რაღაცა რომ ყველაზე ძლიერი არგუმენტიო ადამიანის დასარწმუნებლად თუ არისო მის შუბლზე მიბჯენილი რევოლვერიო რა. მაგრამ მაგას თუ გააკეთებთო შედეგიო არ მოგეწონებათო და ამიტომ მოდითო ჩემთან და მე გასწავლოთ როგორ უნდა დაარწმუნოთ ეს ხალხი. ოღონდ თვითონ იყენებს ძალიან აქტიურად ნეიროლინგვისტურ პროგრამირებას ბიზნესში, გაყიდვებში, ასწავლის, როგორ გამოვიყენოთ ეს ყველაფერი და ისეთი საინტერესო იყო, რომ აი დღემდე მახსოვს, ანუ ბოლო ტრენინგი გავიარე 2016 წელს და ნუ ეხა იმის მერე აგერ 9 წელია გასული და დღემდე მახსოვს სიტყვით ყველაფერი. ძალიან შთამბეჭდავი იყო.
აი თვითონ უნდა უყურო თვითონ როგორ იყენებს ამ ყველაფერს და უკვე სწავლობ მოკლედ. შენი მოტივატორი იყო პირველი რომ ითხრეს რომ შენ არ გამოივა ეგ საქმე. კი, პირველი მოტივატორი ეგ იყო, რომ არა შენ მაგას ვერ გაიგებ. სხვათა შორის მეც მაქვს ეგეთი გამოცდილება. შენც მოგვიყევი სანამ მარკეტინგში გადავიდოდი, მანამდე კორპორატიულ სასხებს ყიდდი. ოკეი. მარკეტინგის ნაიმაში მეც მაქვს გამოცდილება მიღებული, საკმაოდ რთული რო არის. ძალიან მაგარი соуსი გამოვიდა. ხო და მაქსოს ისეთი ძალიან მწვანე ვიყავი, რომ მივედი, პატარა დეპარტამენტი იყო და რო შევედი ჩემ ხელა ბიჭი იჯდა იქ და პირველი რაც მითხრა გამარჯვების მერე იყო რომ გოგო ამ იმაზე პროფესიაშიო ძალიან გაკაჩავსო რა. ოკეი. ანუ პირველი ეგ თან ძალიან ადრინდელ ამბავს ყვეტი. 80. ანუ შენთვისაც ეს იყო ხო წინააღმდეგობრები? კი, ეგ მომენტი მქონდა რომ უნდა დამემტკიცებინა რომ ანუ რა. ორი წამით აშირდა. ოკეი, მოდი. სხვათა შორის მართლა არ იყო საჩემო საქმე. მაგრამ დაამტკიცე. მაგრამ ხო, აი ამ დამტკიცებას ცოტა დიდი დრო შევალიე. საბოლოო ჯამში. შენ კი დაამატე ნახშირი მეუბნებოდი. პური გაგიხუხეთ მეგობრებო. ხო. აბე გავაკეთე. აი, მეგობრებო, ხო არა აღვწეროთ ინგრედიენტები, რისგან და როგორ ვაკეთებ ბურგერს. ოკეი. დაიწყეთ თუ დავიწყოთ? მიდი თქვენ და დაიწყეთ. ჩვენ სანდრო, რას ვაკეთებთ? მოკლედ. მე მომიყევი ხო? შენ მოგიყვები ხო? გავითმობა გამოვირჩეთ ახლა. პირველი წესი ჩვენი ბურგერის არის რომ უნდა იყოს პურები გატოსტილი აუცილებლად რა. აუცილებლად. ყველა ბურგერის კი ბატონო. მეორე ტიპი ბურგერში არის ხორცში ყველი. ძირითადად პარმეზანს შვებიან ხოლმე ვიცი ახლა ვინც რაღაცას მეტყვით, მაგრამ პარმეზანი არ გვაქვს, ასე რომ ახლა ჩედარია ჩვენს ხორცში. ყველი მეტ სისველეს და წვნიანობას სცენს ზუსტად. და ამასთან ერთად გვაქვს წიწაკა ხო არ აქვს? დაგრილული ხახვი. ოკეი, ერთი ხახვი გვაქვს. რომელსაც ბურგერში კი არ ჩავდებთ, ახლა რას გავაკეთებთ, იცი? აი ესე დავდებთ და ამას დავჭყლიდავთ. ხორცში გაერევა ხახვი და ხორცთან ერთად შევწოვთ. ოკეი. ეს არის მოკლედ ჩვენი ბურგერი. დიდი არაფერი, მაგრამ გემრიელი იქნება. ნიუნა. თქვენი ბურგერი. თქვენი ბურგერი. соуსი არ გითხოვს არაფერი, უკაცრავად. соусიც ხო უკაცრავად, ეს соуსი სხვა იყო დაგეგმილი, მაგრამ ჩვენი სიმპათიური მეგობარი ნიკას წყალობით წვანია ახლა ეს соуსი, ტარხუნის მდოგვი, ხო? ტარხუნის მდოგვით და მოხალული ნუშით. მოხალული? კი ბატონო. ოკეი. მე მგონია ერთნაირ ბურგერებს ნაირი გვაქვს ანუ ჩვენ პური გვაქვს გახუხული რა. პურს ჩვენც გავხუხავთ და ბოლოს უნდა გავხუხო პური რა. ბოლოს უნდა გაგუხავ. ფუნფულანი. და ცხელ-ცხელი. ოკეი. თანმიმდევრობას მნიშვნელობა აქვს. დავიწყოთ? ხო, მაგრამ ბურგერს მე ავხსნი. მიდი. არა, ხო, კი, როგორ. კი, соуს. ჩვენ ბურგერში ყველი იქნება ნამდვილად, ოღონდ მოიქცევა შუაში. და რო კვეჩის დროს ის გადმოვა. ოკეი. წნიანი იქნება. ოღონდ ეგ ძართული, იმედი არ გასკდება იქ და არ. იმედია გასკდება ჩვენთვის გააჩნია. და соусშიც დაახლოებით იგივე ინგრედიენტები გამოგვდის. რაც თქვენ. ხო, ნუში და დოგვი ის იყო, მასტი იყო და სხვაგან სად გავიკეთებინა რა? ძალიან ბევრი ვერსია აქვს, მაგრამ კითხოს პასუხად. შეგიძლია რა ცოტა. ავოკადო სილამაზისთვის. ოკეი. ოკეი. ჩვენი ვეგანი მეგობრებისთვის. ჭიქა თუ გვაქვს? ჩვენი ვეგანი მეგობრებისთვის წაუღებთ მე სახში შეჭამს. ოკეი. Yes. ძალიან. ჩვენი გამო ბევრად კაი. აი, საბოლოო ჯამში გემოიქნება. Yes, of course. მე მგონია რა ხახვი უმად გავუკეთო. ხახვი უმად აუცილებლად. ხო და როგორ გავაკეთოთ ეს რგოლებად დავჭრათ. რგოლებად გავუკეთოთ. წრულ-წრულად კარგი ვერსია. დავჭრი. და ცოტა წყალს დაგიცხა, მოდი. ოკეი, კაი, დავაწვე. არ მიგვეწებას. დავაწვე. აი შეეცადე რომ გაიზილოს ცოტა, კი? გეხოცები გამოვიდეს რა. ნახე რა საყვარლად. ოკეი, nice. კარგი, ხა ფორმა მიეც. აზრზე არ არის. აი, ისეთი. სანდრო, ხელი უნდა დაისველო. დასველება დაიგეთებ. გადმოატრიალ და ხა ისე მიეც. ეს დაიშლება რა. არ უნდა მივიდე მაინც და მაინც. ხო. შენ მასწავლი მე თუ რა შე? არა, გასწავლე. და დავა. ოკეი. ესეც მიეცი ფორმა ეხა. დავაწვე? ხოდნა, ხო. ძალიან დიდი ხო არ არის? არ არის დიდი. ოკეი. ეს შევიწროვდება, როცა დაიკუქება. მიდი ესეც იგივე ამაზე.
ის ამჭერტო ირები. ეს რაღაცა ხორჩავარდება გამოვიდა. ეგ იმას იზამს კიდე აიბურცება. აი, თქვენ იმასაც რო დადეთ, კიდე შეგვიძლია ერთხელ აქ დავждეთ და დაველოდოთ. ჰა? ხორცის. ჩვენ შეგვიძლია ის საკეთე. assemble დავუყოთ ჩვენი ბურგერის, დავაი. რომელიც ერთ ბურგერს დაიწყება. აკეთებ. კი. და მე დავაკეთებთ ერთ ბურგერს. და ერთს რა დავაკეთებთ? იმიტომ რომ მე გავაკეთებთ ჩვენი სტუმრებისთვის. ეხა ორს კომპეტიშენისთვის ვაკეთებთ. ორი ხორცია. ორი, იმიტომ რომ ორ მაგ ბურგერს ვაკეთებთ. ოკეი. ხურაშენ. და ბარემ რო გავაკეთოთ? აი, გავაკეთოთ ბარემ. Not bad. ო, ორიცა ამოტრიალე? მაინც რომ ოკეი. ის კონტესტ რა. უკეთესი შეიძლება, მაგრამ თავი დავიზღვიოთ. თავი დავიწყიოთ. არ უნდა ბიჭო უნიაოდ ხარ. ხუხავენ, გავხუხო, დავალაგო. დახუხეს უკვე და სოუსი წაუსვეს. ახლა დახუხული ის დალბება ეხა და მოიცა ეხა ხო უკვე ვეჯიბრებით თუ არა? ვაწყობთ და ეხლა თქვენ დაგილბებათ ეგ ბურგერი. არ დაგვიყვება. მინდეს არ. მე ამ დროს მოვიდა cooking shows კეთება. ეს ხო არ ამოვატრიალო? აა არა, მე არა, მოდი შენ ამოვატრიალო. ეს ერთი. ჩვენ გვაქვს საიდუმლო ინგრედიენტები. რომელსაც MSG? დიახ. შეგიძლია მანახო რა. კი. არასოს არ გამისინჯავს? ისაკენი ოდნავ სოდის იმას დაგიტოვებს, მაგრამ ცალკე არ უნდა ჭამო. აუ, ერთი პური მინდა ცალკე. გავსინჯავდი. ცოტა. შევა? შნელი გემოვდა. ცალკე არ უნდა ცალკე ჭამო. ხო? ეხა მივხვდი რა. ეხა ამასაც შევკრავ. მოდი. რა კაი მაყურებელი გრაის. ამათვე ისო. ელა, გადმოვა. ეს დავდო პირდაპირ. ხორაგზა. ესე უნდა დავდო? on ყურადღება მიაქცია, იწובה იგრევე. ოკეი. ნახე, შეხედე, ამას ხედავ. აუ, რა იწია. ძალიან საყვარლობა. ეს ყველით ზევიდან უნდა დავუდოთ. ოკეი. დამიგოდეშე? ის აიღე, ეყოფა ბეკონს. ხორცზე დავიწყო ფარილისგან. აუ, კარაქზე არ ვარ დარწმუნებული რომ გამომდის. ის გაკეთება და გავიწყდა ხორცს. ხო რა. ეს პირველი ჩვენ შევჭამოთ. არ არის აუცილებლად. და მეორე ხორცს გავუკეთოთ. ეს მორჩა, ანუ გარდა იცვალა ეს ბეკონი. აიღე. მე ამოატრიალე შენ და. ძალიან ცხელია. სანდრო, ხელით ამოატრიალე. აი, მე ხორცდებ. თვითონ არ გამოვიდა. სასაცილოა, მაჩეტეთი რომ ნერვიულო. დავდებ ხორცს. მე უკვე გული გამისკდა, მე და კარაქი. გრილზე მე მგონი სწორს ამბობდა. ვინ? მე? რას ამბობდა? რაღაცებს იცახმო, მაგრამ რას ამბობდა? დაამატეთო ნახშირიო. აი, ურში ჩამეს მის ეხა ნიკუშას ხმები, დაამატეთ ნახშირი. ამე თუ მიხორცი ახლა თქვენ. ოკეი. აი, ეხა რა შვებთ? და ეხლა რა დავამატოთ? შეგვიძლია რა. რამე ხო, რთული შეგვიძლია. იქნება. ესე იგი, ისე გავერთეთ ამ გრილზე, რომ ყველანაირი სეილი დაგვავიწყეთ. ოკეი. ის ნახე რა საყვარელი. სანდრო, ხელით. მართლა ხელით ვარ. აი ესე, ნახე, არაფერი არ მოხდა. ჩვენ რა გვინდა ხა რაღაცა მინდა. აი, ამათ ერთი ცალი აქვს და დიდი. ორი ცალი გვაქვს და დიდი. ორი და დიდი ბოდიში. მეორე და უფრო დიდი. აი, რატომ თქვენ გაიხეთ? ამ ამბავში და ცოტა თემები და გავუძღათ, შემოგთავაზოთ აი ამ თემას. ოკეი. თემას? ცარიელია. რა? ხმამაღლა წაიკითხე. დაარქვით თქვენს ბურგერს სახელი. ოკეი. და სლოგანი მოიფიქრეო. ეს მარტო იმას თუ ჩვენც? ორივე ეს? ოკეი, ანუ სახელი უნდა დაარქვა და სლოგანი მოიფიქრო. დავადოთ. სანდრო. კრეატიული ბიჭი ხარ. ჩემი ეს ამათ უნდა მოусმინოთ რას თქვენ და ოკეი. რაღაც იდეებს ჩამოყრია და ერთი იდეა წამოვიღოთ. დავაი, ladies first. ჩვენ ვარ ხმამაღლა ვფიქრობ? კი, რო. აი გემრიელი,
ცხიმიანი. ეხა ხო ვარ. ნაყროვა. ხო, ლოცვაში ვარ. ოკეი. ცოდვას რო ჩაგადნინებს ისეთი. რა ქვია იმ დღეს ცოდვები რო განიკითხება? გრილი. ლოსტ-გრილი. ოკეი. იცი როგორი ის არის? თან ბურგერია შუაში. ბურგერი არის, აი. გრილ. დიეტის დარღვევა ვარ. გრილი ხო ბურგერია. აი, ის ეგეთი დაიწვა უნდა ამასობაში. იყოს რა. ამათ სოჩი დაეწევათ, მაგრამ არ გავახსენებ. დიეტის დარღვევა რომ არ დაგენანება. როდის ვარღვევთ ხოლმე დიეტას, როდესაც ის გვაქვს. განტვირთვის დღეები რო გვაქვს. როდის ქონდა ბოლოს განტვირთვის დღე? დიეტაზე არ ვარ. Nice. ხორცი მზად არის უკვე და რას ვაკეთებთ? ბეკონი, წყობა. აწყობა და მერე შეაფასებენ. შეაფასებენ პროფესიონალი მსინჯაოები? ხო, ანუ მაგ საქმეში არიან. ყოველდღე სინჯავენ რაღაცას. კი. ოკეი. დღეში 3 ჯერ წამენად, წარმოიდგინე. ოკეი. დღის განმავლობაში. დილით შუა დღეს საღამოს. რა სამყაროც. 1-4 ჯერ ჭამს. მაშინ კი ეცოდინი ვარ გემოები. ცოტა ეგეთი რაღაც მოგვივიდა რომ ეს მე მგონი არ გვინდა. აქ შეგნით ყველი. მომიწური აქეთ ეგ იცი რა ვიცი. წაეკიდა. მან დენუდებს ცეცხლსაც არის. ხო და მე არ დამიდია. არა. ხო, მოვჭი უკვე. ჩვენ მოკლედ დაგვავიწყდა რომ ესენის უნდა გაგვეთქვა. всё? ხო და არ უნდა ეგ აუს შიგნით რაღაცები დაიგარი. ჩვენ თითქმის დავასრულეთ. ჩვენი ორი ბურგერი მზად არის და მესამეც სამი დაგვავიწყდა. მესამე გავასინჯოთ იმათ. ოკეი? არ ეგენი გავა, ეგ უფრო კარგი, ეგენი გავასი. დავალოთ. აი, სახელზე დაკენით. გვაქვს. მართლა? აბა. ჩვენ რა ვქნათ ჩვენ? ჩვენ ბურგერს ქვია განტვირთვის დღე. ეგრე ქვია? ვისაც ხოვებთ? ეგრე ქვია განტვირთვის დღე. ოკეი. განტვირთვის დღე. ანუ როგორი რაღაცა იცი? დიეტაზე ვარიან ხოლმე ადამიანები. ხო. აკეთებენ ხოლმე განტვირთვის დღეს. დიეტაზე არა, ჯანსაღკვებაზე. ჯანსაღ, ნუ. ანუ განტვირთვის დღეა თუ ჩიტინგ დღეა? განტვირთვის. სხვადასხვაა. განტვირთვის. ეგაა, ეგ არის, cheat day არის. ოკეი. cheat burger. მოიჩიჩი. ოკეი. ოკეი. განტვირთო პირიქით არის. ეს. ანუ ჩვენი საიდუმლო ინგრედიენტი არის ჩი. არა, ხო, ნუ მოკლედ განტვირთვის დღე ქვია ჩვენ მას. ბურგერს. და მე რაღაც ლოგიკა ვერ დავიჭიერ თქვენ სახელში. არა, ძალიან მაგარი ლოგიკაა. ნახე, ადამიანები ვართ ჯანსაღ კვებაზე. ნუ სწორი ცხოვრება ეგ არის. ხო, ჯანსაღ სხეულში რომ ჯანსაღის სულია. თუმცა ჩვენ ხო მაინც გვიყვარს არა ჯანსაღი კვება, იმიტომ რომ ყველაზე გემრიელია და მე მაგალითად მთელი ცხოვრება ძალიან მიყვარს ბურგერი, როდესაც განტვირთვის დღე მაქვს, მივდივარ და ბურგერს ვჭამ. და ჩემთვის ბურგერი არის განტვირთვის ბურგერი. ტერმინოლოგიაში აქვს. ის რა განტვირთვის პირიქით არის. ჩვენთვის განტვირთვის დღე არის. ბურგერს რო არ ხო, წყალზე მოხარ, რა. ხარა, მე მგონი მართლები არიან. არ არიან მართლები, ეგრეა სწორი. განტვირთვის დღეები, cheating დღეები, როდესაც გვაქვს, ქართულად მაგას თქვენ განტვირთვის. გადაწყვიტეთ მოკლედ არ არის. ჩვენ დავარქვით რადგან გაყიდვებში ვართ და გვინდა რომ ამ თემასთან იყოს დაკავშირებული, დავარქვით. ამას ხო? აბა? რა დავარქვით? ჩვენ დავარქვით სეილს sales ჩაუდა შუაში რა. sales smash burger-ი დავარქვით. რამე ქართული არ გინდოდათ? არა, ქართული. რატო? ნუ ეხა ბურგერი ხო არ არის ქართული და მაგიტომ. ოკეი. всё? ერთი მიკროფონი თვითმხმონელად. კი, ბატონო. შეგიძლიათ მოდი გავუჭერთ, გაჭერე. კი, რო გაგვიჭრათ, თუ შეიძლება. მანამდე თუ შეგიძლიათ რა გვიხსნათ რა სპეციფიკით მომზადდა ეს ბურგერები და კი ბატონო, ჩვენ რა ბურგერს შეკთავსი აქვს? სოუსში აქვს როგორც წეგან მახსენეთ, არხუნის დოგვი, ოკეი. მოხალული ნუში, რატო არ იჭრება? მოხალული ნუში ოკეი. და აბა დამანახე ერთი წუთი დაიშალა, არ უნდა დაჭრა, უკობით ჩათეთრა. აი, რაღაც გველდანია სავარაუდოდ. ძალიან კარგი სურნელი ტრიალებს. ხო, ნამდვილად. ეგეც აბა გასინჯე როგორ მოგეწონება. ოკეი. ხო, ეგეთ ხარია? აი, ფანის ბანძობაა ამე. ცოტა იშლება, მაგრამ ცოტა ეცდები რომ ჩვენ ეს ზუსტად. თქვენ სავე ბურგერზე? კარგი, ხო. ძალიან მაგარია. ძალიან კარგია. ხურსი შემახედა? კი.
კარგად გამოიყო. ძალიან ობიექტურად, ძალიან გემრიელია, მართლა. 10-დან 9. 9. მე 8-ს დავწერდი. ანუ 17 ხულა გვაქვს საერთო ჯამში. ეხლა დავუთმოთ. ყველი. მოდი ახლა იქითა გავსინჯოთ და მე გავაგზავნოთ ეს. ძალიან კაია. უმია. უმია, არა, დაიკიდე თუ ის არის. არ არის უმი, არა. რაღაცა აპარატი. არა ნინა. არა. უმია, კი. მეორე გაი. მინდი უმი. ხო. არა, ყველა. ესე შეგიძლია რა დადო. გაჭერია აბა პროსტა და ვნახოთ რომ ესე შეგიძლია რა დადო. აი აშკარად უკვე შარში არიან რა. -1 თქო ჩემეთ ყველა ვარიანტი ორი. აი ვნახოთ რა. ქელი იყო. თქვენ დაბლ. მეც იგივეს ვიზამდი, რომ დაბლი ხოს არ არის. გასასინჯი მეორე კიდე. ისა? აბა გეუბნებით რა. იზი. ოკეი. აი ჩემი აზრით ის უნდა გავსინჯოთ. ეს. შეგვიძლია ესე დავდოთ ერთი რამდენიმე წამი. დავაწვათ? არა. არა გავსინჯოთ. ეს არის ამათი პროდუქტი და თუ არ ტარტარი. გასინჯოთ ეგეთ აი ეგ თლიანად რო გადმოგვაწოდოთ ან ტარტარ ბურგერი? ხელში. ეს აკროიდოს. თუნია ეგ გაუჭერია შუაზე. დავასრულებ რა. ფოტოები არიან. აი მაშინ მოვა. მეგობრებო, მოკლედ ჩვენი ბურგერის დეგუსტაცია დასრულდა. ეხლა დროა რომ ნინუნას და ირინას ბურგერი გასინჯონ. ჩვენმა სტუმრებმა და რა ვიცი. აგერ მოგცემთ მიკროფონს და აბა თქვენიც ხა? დიდი მადლობა. მადლობა სანდრა. მოდი ვიზუალური ნაწილი შევაფასოთ. კი, ჩემი აზრით აუცილებელი ხო, იქნება. ну ცალსახად და ობიექტურად ბევრად უფრო ლამაზად გამოიყურება ბურგერი, მაგრამ ბურგერში მაინც თავარი არის გემო და მოდი ქალების ესთეტიკა ხო, მე მომეწონა განსაკუთრებით სერვირება, ეს დაფა მგონია რომ ძალიან უხდება ბურგერს შესაბამისად, ამასაც გავითვალისწინებთ შეფასებაში. დავიწყოთ. კარგად ხარ? ვერ კვიჩა. ბურგერის ჭამისას დაბლი გაითვალისწინო არ ვიცი ეგეთი რაღაც. გასინჯავთ? არა. კი. კი. სანდრო გასინჯე. ხო, აბა. აი მე პომიდორის ამოვარდა და იმას გასინჯავ. აბა. აუ ესეც ძალიან გემრიელია. გემრიელია? კი. 10-დან რამდენი? მეორე ლუკბაზე ფიქრეთ. აი მოდი კიდე ერთხელ დავაგემოვნოთ. ფულია მართლა არჩევანის გაკეთება. ხორცი რბილი გამოვიდა. მიუხედავად რომ სქელი იყო და დიგხას დავდეთ. ცოტა соуს დაუმატებდი მე. ცოტა მშრალია ხო? და მაგ სიმშრალემ ერთი თუა დააწყო, მაგრამ ძალიან გემრიელია. 10-დან რამდენი? 8. შენთან? ჩემთვის მოდი იყოს 7. იმას ნახე. ხო, ანუ ამათ 8 მივეცი. ცოტა მშრალია და ვფიქრობ, რომ ამათ ბურგერს ბევრად უფრო საინტერესო გემოქონდა, იმიტომ რომ ის მდოგვი უფრო იგრძნობოდა მეტად. და ეგ ძალიან მომეწონა. და ხალხი ქონდა ხორცში და ეგ ძალიან მომეწონა მეც. ოკეი. ორივე ძალიან გემრიელი იყო მართლა, უბრალოდ აი ამ სიმშრალის გამო ცოტა მაგან უფრო გაგვიმარტივა გადაწყვეტილების მიღება. გილოცავთ ბიჭებო. უჰუ! დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის. ეს ყველაფერი მოხდა დაკარგულ ქოხში. მადლობა Signify-ის ამ ამბის სპონსორობისთვის და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. გაიმარჯვა, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის სეილებმა მოკლედ დღევანდელ თეატრში. მადლობა.